მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 1 მაისია, რაც იმას ნიშნავს, რომ დასრულდა აპრილი და დაიწყო გაზაფხულის უკანასკნელი თვე, მაისი. რა თქმა უნდა, ამის სასახსნელად არ ჩამიწერია ეს ბლოგი, რომელიც ისედაც ბაღის მოსწავლებმაც კი იცის. საქმე იმაში არის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, კოცბანდამ, წლის დასაწყისში შეგვპირდა, რომ სულ მალე საქართველოს მოსახლეობა გაიაფებულ პროდუქციას მიიღებდა. რადგან თურმე საქართველოში მთელი პრობლემა იმაში ყოფილა, მთელი ეს ქსელური მარკეტები ნაცების ხელში არის და მთელი ნაცური ბიზნესი არღვევს ანტიმონოპოლიურ კანონს, მოსახლეობას ძვირად ყიდის ყველაფერს და ამ ყველაფერს კანონი დაარეგულირებდა. აი, გავიდა აპრილიც, მაგრამ კოცების შეპირება და ძაღლის პარასკევი კვლავ ერთი და იგივე აღმოჩნდა და პრემიერ-მინისტრი შემოიფარგლა იმით, რომ თურმე 10 ლარად 9 კილო ხორცის ყიდვა შეიძლება საქართველოში და მოდი ცოტა გავინძრეთ და იაფად მივაგნოთ სად როგორ რანაირად იაფად ვიყიდოთ ხორცი. მაგრამ საქმე იმაში არის გაიაფებული ხორცის და გაიაფებული პურის ნაცვლად საქართველოს მოსახლეობას პირიქით გაძვირებული პროდუქცია ხდება და ამისთვის საჭირო არის უსინდისოების და უტიფარი საზოგადოების უსაყვარლესი არხი ტელეკომპანია იმედი, რომელიც თავის დროზე განსაკუთრებით მოდელირებული ქრონიკით იყო ცნობილი, დღეს ყოველდღე მოდელირებულ ქრონიკას გადის და ახდენს შედარებას, ფასების შედარებას საქართველოსა და ევროპას შორის, კონკრეტულ შემთხვევაში საფრანგეთს და გერმანიას შორის. არ ვიცი, ამ ადამიანების, ესე იგი, უნამუსობას საზღვარი არ აქვს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ეკონომიკური თეორიიდან და ყოველგვარი სოციალური თეორიიდან განსხვავებით ისინი პირდაპირ ახდენენ ფასების შედარებას, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ლარებსა და ევროებში კონვერტაციას რომ არ გაკეთდეს, ევროპაში პროდუქცია, რასაც ევროპელები ყიდულობენ, ბევრად ნაკლები არის იმ ფასებთან შედარებით, რაც საქართველოში არის, რასაც ეძღვნება დღევანდელი ბლოგი, რადგან ახლობელმა ადამიანმა ჩაატარა მოკლე ექსკურსია საფრანგეთის მარკეტებში და ყოველგვარი ტექნოლოგიების გარეშე, ყოველგვარი თეორიების გარეშე, თუ რა ფასი აქვს ევროპაში პროდუქტებს და რა ფასი აქვს საქართველოში ფასებს, თქვენ შეგიძლიათ აი უბრალოდ აი ამ მოკლე რეპორტაჟიდან თავად იხილოთ ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და საყვარელ პროდუქტებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში განსაკუთრებით მოთხოვნადია. ამიტომ ნახეთ ბლოგი ბოლომდე და სულ ბოლოში გელოდებათ განსაკუთრებული ბონუსი თვითონ კოცი დეპუტატის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან და თავად კოცების გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა მოდი ნახეთ ბოლომდე და დავტოვებ ამ ყველაფერს სიურპრიზად, დამიჯერეთ ძალიან მოგეწონებათ. ეს რა თქმა უნდა ბრჭყალებში. იმის მაგივრად, რომ ტელეკომპანია იმედს გაიკეთებია მინიმალური ხელფასების და პენსიების შედარება, მათ გააკეთეს პირდაპირი ფასების შედარება, როგორც გითხარით, საქართველოს და ევროპას შორის. ხო და ჩემო კარგებო, მოდი თუნდაც უნამუსო იმედელების სტანდარტით შევადაროთ რეალური მდგომარეობა ფასებთან დაკავშირებით საქართველოს და საფრანგეთის სუპერმარკეტებში. აი სულ ბოლოში კი აუცილებლად ნახეთ ბლოგი ბოლომდე, არ იქნება დიდი და ახლობით 15 წუთიანი ბლოგი გამოვა და აი სიურპრიზი აუცილებლად იხილეთ კოცების დამოკიდებულება როგორი არის თქვენ დამი, ჩემ დამი და ზოგადად საქართველოს მოსახლეობისა. დიახ ბატონო, მარცხნი. გასაგებია ბატონო ირაკლი, მოვედი აგე ლოკაციაზე ვარ. მოვედი, მადლობა დიდი, მადლობა გაიხარე ბატონო ირაკლი. მოვედი, ადგილზე ვარ, ესე იგი. ქალაქი რენი, მეტრო იტალია. და ეხლა შევდივართ ხორცის მაღაზიაში, სადაც ყოველ დღე იყიდება მინიმუმ ტონა ნახევარი ხორცი. თორე ამას ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე ნახავთ. სულ ახალი ხორცი. ეხლა ნახოთ ფასები, ლუკა გამოვყევი მაგ. ინტერნეტი. ავაწონი ინტერნეტი ვიყიდი. გუშინ ევრმა შარიანმა შარი მომბო. ზოგმა ქართულად ლაპარაკობდნენ კასაზეო, იტყუებიო. ზოგმა ფასები არ იქნებაო და ჩავდგები რიგში ხა. ჩავდგები რიგში.
თან თუ გინდა ფასადი ვნახოთ, არ ვიცი მანდ რა ღირდა როგორ აღის. ესე იგი ხაში ღირს 1 კილოგრამი 7 евро დამზადებული. გული და გულები და არის 15 ერთვავი რა ერთხმის, რა ვიცი, ისინი 11 евро. ენა ღირს 8 ლარი, გულგვიძილი ღირს 4.5 ლარი. ავი მე ხა ამას არ ვჭამა, წყვილის პენი ღირს 7 евро. ეხლა გავყვები რაც მე მინდა რა. რა ვიცი, იმედია ახლა მალე მომიწევს რეკი. ხო ძალიან დიდი ვიდეო არ გამომივიდა. ეხლა მაღაზიიდან იმიტომ ვიგებ რომ გუშინ პენი გავორგეს როგორ გერთენა რომ არ იქნება ეგ ფასები. Bonjour. Ça là-bas monsieur. Blanc poulet. C'est encore toujours sur les cheveux. Et ça cache la meilleure semina. 5 kilos monsieur, s'il vous plaît, 5 kilos oui. Oui, c'est bon, c'est ça. Oui. Ok, c'est bon. Merci, c'est très gentil. Oui, ok, c'est bien. ესე იგი ეს ხორცი ახლა ღირს აგერ არის. აი ეს ხორცი, სახაშხანა ხორცი ღირს 8 евро ნახევარი. Oui, ok. Oui, sol. Merci beaucoup. 6 კილო გამოვიდა, მაგრამ იყოს თქვი, კაი დაგიჭრაო, კაი. აი, აგერ არის. სპასი მე რო არ შემედაო კიდე. აგერ 8 евро ნახევარი. ძროხის ხორცი. ბატონო ირაკლი, თქვენ თქვი ძვირი. თქვი ძვირი და ესე არ შეიძლება ხალხს მოაწყოთ. უფრო იაფი არის, მადლობა რომ აი ეს ლოკაცია მომეცი. მადლობა დიდი ბატონო ირაკლი. ეხლა მეორე რაც უნდა ავიღო, ეს არის რბილი ხორცი. აი ეს მჭირდება აუცილებლად. აი ეს რბილი ხორცი უნდა ავიღო, რბილი ხორცი. 12 ნახევარი. ამასაც ავიღე. და ნახოთ 10 კილო ხორცი უნდა ვიყიდო მთლიანობაში და რა გამოვა. ეხლა ეს მიჭრის, დაჭრის და გამენზადებს. სახაშენა მენაჭრებად. იმედია შარს აღარ მოიძებს, რა ვიცი. 3 kilos de plate. Ça ici, 4 kilos, s'il vous plaît. Aïe, c'est là où il y a 4 kilos. Et ça risque de remettre un achéo. C'est bon, ok. Non. Et moi, à la maison coupée. Merci beaucoup. ეხლა ამაზე მე მჭირდება მე ურევ ხომე და ბოტონ ვი მე აქ ურევ ხომე ბოტონ 1 კილო ვი მოწვას ურევ ხომე მე 1 კილოგრამს რა სხვას არდა მაინც თავის გემოვაგდა რა არ უყურთ შემოიჭერს ძალიან სხვარი მაგრამ სხვას ურევ ხომე 1 კილოგრამს აგერ დაინახო ფასი 3 კილო 25 евро 1 კილოგრამი 9 евро და ეს არის თხა 8 евро შეურე 8 евро ნახევარი, ხა, ეს ხორცი. ეს არის წყლის ხორცი. წყლის ხორცი გის 9 евро. 3 კილო 25 евро. ეხლა მთლიანად გავატარებ და ფინი. merci beaucoup. ეხლა მთლიანად შეკს გავატარებ, მაგასაც განახებ და აღარ იქნება არანაირი პრობლემა. აი ეს არის სუახალი ხორცი, ახლა კიდევ ტონა ნახევარი, 2 ტონა ხორცი დღეში. ეს არის ხალახ რენში ერთ-ერთი საუკეთესო ხორცის მაღაზია. და ახალი ხორცი, იმიტომ რომ იყიდება. Botón, არის ხვარი. არის ხა. Celle-là. რა დაიჭირა 10 კილო, 11 კილო ხორცი. 6 კილო სახაშლამი ავიღე. 20 კილო რუბილი ავიღე, 1 კილო ხვარი ავიღე. სულ გამოვიდა 11 კილო. ნახოთ, ახლა 11 კილო ხორცმა რა დაიჭირა ფასი.
ეხლა ვიდეო ძალიან გამიგზავნა, ვიდეო ეს ხალხი არიან რიგში რა, 4 კაცი არა გამომიგო ძალიან ვიდეო და მე ატვირთა უჭირს. და ჩეკსაც დავდებ აუცილებლად. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა გამოვედი მაღაზიიდან. მე ვფიქრო დავდებ მეთქი ფასებს პარასკევი შაბათს მეთქიდან. ეხლა ვარ მაღაზიაში, გამოვედი, შევიძინე არც ისე ბევრი, მაგრამ რა ვიცი, ერთი ყალაფა პროდუქტი და ვნახოთ ეხლა ფასები და ბოლოს დავდებ ძალიან ფასს. დავიწყოთ შეფასება ეხლა. გადავიდე. ერთი ბოთლი შამპანიური. ეგ არის ესე იგი 4 კოლა და 4 კოლა, 4 სპრაიტი, ხო? 4 ფანტა. 5 ფანტა. 4 კოლა, 4 სპრაიტი და 5 ფანტა. 3 ნატურალური. 3 ნატურალური წვენი. რამდენი ტრიანები ეგენ ახლა? 2 ლიტრიანები ნატურალური წვენები. მაიონეზი ზეთის ხილი 3 ბანკა. მაიონეზი ზეთის ხილი 3 ბანკა. სამწვადე. აგერ არის ზეთის ხილი ამოიღებარება. 3 ბანკა ზეთის ხილი. სამწვადე ესე იგი 7 კილო. 4.59 რუბლა კილო. 4 და აგერ არის ფასი, კილოგრამით ფასი არის 4.59 euро. 7 კილო 7 კილო სამწვადე. და დავდებ მე ძალიან ჩეკს. 7 კილო სამწვადე, ამოიღებარება სამწვადეები. ამბატო. 7 კილო სამწვადე, გულღვიძლი. რამდენი შეკურაა? 4 ცალი არიან, 4 პატარა 4 ღორის გული და ღვიძლი დაახლოებით 7 euро ნახევრამდე. ხო. 4 გული, 4 ღვიძლი. დაახლოებით ეგ არის წლიანობაში 3 კილოგრამი. ეს არის ესე იგი სახაჭაპური ფენოვანი ცომები 16 ცალი 16 ცალი ფენოვანი ცომი მწვანე ზეთის ხილი ფქვილი მწვანე ზეთის ხილი салфеткები მწვანილი ხახვი კომბოსტო 3 თავი 3 თავი ნიგოზი კილო ნახევარი ნიგოზი კილოგრამი ნახევარი ნიგოზი 4 შეკვრა ღვინო 5 ლიტრიანი ღვინოები 4 შეკვრა 20 ლიტრა ღვინო 20 ლიტრა ღვინო და 3 შეკვრა 3 შეკვრა წყალი ესე იგი ეს არის და მარილი და ენერგეტიკული სასმელი. Კლიანობაში ახლა ესე იგი აი ამ ყველაფერმა, აი აღარ არის. ამ ყველაფერმა კლიანობაში დაიჭირა რამდენი? აი აგერ ამაქვს ჩეკი. რომელი მასკენ? აგერ ამაქვს ჩეკი. კლიანობაში ამ ყველაფერმა დაიჭირა 192 euро, მაგრამ იქ რაღაცეებს ფასდაკლება ჰქონდა და გამოვიდა 172 euро და გადავიხადე ამ ყველაფერში 172 euro. ეხლა თქვენ დაწერეთ რომ ეს ყველაფერი არის ზვირი თუ არ არის ზვირი. მაგრამ მე როგორ გადამიყვანოთ ლარებში და არიან გარეშოთ რომ ეს არის დაახლოებით 550 ლარი. არა, 170 ლარში თუ მოგივიდოდოთ ამდენი რამე. და ვინ დანარჩენი გადავხედოთ. ფასები აქ არის მაღალი თუ მან. დიდი მადლობა ყველა ყურადღებისთვის. დიდი ეხლა აგერ 8 კილოვანი გოჭი ვიყიდე 50 ევროში. აგერ არ ვიცი საქართველოში რა გეს ახლა, მაგრამ აგერ კაცმა დამიკლა, გამისუფთავა, გამომიტანა აგერ. მადლობა დიდი. ცნობილი არის თუ არა, რომ შეიქმნა სურსათის ბანკი, სადაც შეგიძლიათ რომ დონაცია გაუკეთოთ იმ პროდუქტებს, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ვადა აწერია, ეს ვადა გულისხმობს, რომ უმჯობესია ამ ვადამდე მოიხმაროს მომხმარებელმა, თუმცა შემდგომშიც ის უსაფრთხოა მოხმარებისთვის. როდესაც თქვენ ქსელის წარმომადგენლებს შესთავაზეთ ღარიბების დახლის გახსნა, სადაც გაიყიდებოდა ერთი დღის ვადა დამდგარი პროდუქტი, რომ აი თქვენ მაინტერესებს რომელიმე თქვენს შვილებს და თქვენს ოჯახს აჭმევთ ამ პროდუქტებს? თქვენ მიიღებთ ამ პროდუქტს, მე რასაც ვფიქრობ, გითხარით.
კარგით, მადლობა. რადგანაც ამ ვიდეოს უყურებ, ესე იგი თავად ნახე ის თუ რასაც გვპირდება ჩვენი ხელისუფლება. ანუ გაიაფებული პროდუქტი, რომლის შეძენაც შეიძლება იაფფასად მოხდეს საქართველოში, ის უნდა იყოს ვადაგასული. რომელსაც შეიძლება ვადა კი კონდეს გასული, მაგრამ საკვებად ვარგისიანი იყოს. მოკლედ, ქალბატონ ნინოს და სხვა მილიონერებს, რომლებიც ქოცება კომისიაში ჩასვეს და მათი დამოკიდებულება ქართველი ერის მიმართ, საქართველოს მოსახლეობის მიმართ გასაგები არის, როგორც ექცევიან და როგორც თვლიან, რომ თურმე საქართველოს მოსახლეობამ უნდა იკვებოს და იარსებოს, ერთი რაღაცა მინდა უთხრა. გაზაფხულია, დგება მაისი, შიგ ხომ არა გაქვს, ხელი მაისვი. არა მარტო ქალბატონ ნინოს, მთელ საქოცეც ვეკითხები.